ეს არის სამართალი, რომ შვილს ვერ შეხვდები და შვილის გვერდში ვერ დაიძინებ? არც იმას არ მეუნებიან, რომ ეს მეუთხარი რა ეშველება ამ ბავშვს, რომ დაამთავრებს იქანე. ყოფნას მეთქი, მე სადღაც წავიდეს თქვა და თუნდაც ქუჩაშიო. რას ქვია, მეუთხარ, თუნდაც ქუჩაში უნდა დარჩეს ახალგაზრდა გოგო, ანგელოზივით ბავშვი. ქუჩაში მეუთხარ, რომ დარჩეს ვინმე რამეს არ ეტყვის თქვა, აი მაგის პასუხი ვეღარ გამწეს უკვე. ხო და მე როცა შუშუმუპირი ვარ, როცა მარტო ხელა დედა ვარ, როცა 4 შვილი მყავს და თან სოციალური დაბალი ქულა მაქვს, ხო შეიძლება რომ აი ესე აძლევს თავრობა სახს, მაგრამ წამოიყვანე შენი შვილები და იმ შემთხვევაში მოგცემ მე ბინას. სად წამოვიყვანო? თან ბავშვები მეუნება 6 წლის ბავშვი იმას მეუნება დედა რო წამიყვან იქ ლოგინი გვექნება? აი გეფიცები ვეღარაფერი ვეღარ უთხრა ბავშვი რა უნდა მეთქვა? არა მაქვს ლოგინი და ვერ დაგაძინებ თქო. არ მინდა მაგენის საერთოდ არაფერი მე მითხოვ რომ ჩემი შვილების გვერდში დავიძინო. სხვა მეტი მაგენის არაფერი არ მინდა, მაგრამ როდის იქნება ეს? ეგ მოგვი აღარ ვიცი. რა მოხდება და როდის იქნება? აი ის აქ რო გადავიდი ახლა ამ ბინიდან მაგალითად გავადრო და დავცალო ეს ბინა, ჩემებთანაც ვერ წავა. იქ არის ძალიან საშინელება, საღორე, რასაც ქვია. იქ სახლები არ აქვთ, ფანჯარა არ აქვთ, მთავანი არ აქვთ, არაფერი იქ არ საერთოდ არაფერი არ აქვთ. და თან 5 ადამიანი ცხოვრობს 2 პატარა ოთახში. სად უნდა მიიყვანო იქ ბავშვი? სად უნდა დააძინო? თვითონ დასაძინებელი არ აქვთ. სად არის თქვა? ოფშკვიჩი. და როცა თუ შეიძლება ისეთი რომ რაღაცა მომიხერხოსკენ, არ მინდა მაქსამასლას თუ არ გადამიხდიან, მომცესკენ. არა აქვს მნიშვნელობა, წყალტუბო ხო იქნება. მომცესკენ, ან ქუთაისში ტორვილების ბინა, ჩემზე მეტი გაჭირებული, ჩემზე მეტი ტორვილი თუ ეყოლებათ, მაგენს ვინმე მითხრასკენ, მაშინ რაღაც წერაკითხვა არ ვიცი, არ ნიშნავს ეს, რომ ადამიანს წიხლი დააჭიროსკენ. დროთა განმავლობაში ის ბავშვი რო წამოვა, რა უთხრა, სახლი არ მქონდა დედიკო და ვერ წაგიყვანე, თქვა, მე უფრო ხო შემიძულებს ის შვილი. მე უფრო ხო შევძულდები და მე რაღაც მინდა სიცოცხლე, აღარ შვილი, აღარც დედა, აღარც მამა, აღარც ძმა, აღარც ნათესავი და რა აზრია ჩემს სიცოცხლეს. ამ წუთასვე მაგ ახლა მხოლოდ სოციალური ერთი და მეორე პენსია. სხვა მეტი მე დახმარება არანაირი არა მაქვს და მარტო ხელა დედობის მაძლევენ წელიწადში ერთხელ. ისიც 300-ლას და ეს 300 არის. ეხლა უნდა ავიღო რომ რამოდენიმე ერთი კვირა მაინც დაჭირდება და ეს ფული მინდა რომ ბავშვებს მიუტარო რაღაცა უყიდო და გავახარო ბავშვები, აი ბავშვების ლუკმას მე როგორ შევჭა. ყველაზე მეტად ვითხოვ რომ არ მინდა მაგენის მოცემული 300 ლარი. მომცესკენ ერთი პატარა ოთახი, რომელიც მოვისვენებ იმ ოთახში და დავიძინებ გემრიელად. ხო შეიძლება ეს რატო უნდა ხდებოდეს ასე რომ ადამიანი ქუჩაში ჩებოდეს, ადამიანს არ ქონდეს საშუალება არაფრის და თან შოშუმუპირი იყოს. არც მაგენის საჭმელს ვითხოვ, მშიერი გავჩერდები, მაგრამ ოღონდ პატარა ოთახი მქონდეს ჩემი რომ ხამე გავათიოს. სხვა მეტი მაგენის არაფერი არ მინდა.